გამარჯობა, მე ვარ გიგი. მე ვარ ლუკა. დღეს ჩვენში მოგთავაზებთ მაქსის პროდუქციის განხილვას. დავიწყოთ რა, ნელა დავიწყოთ უკვე თო ძამშია. პირველი არის ჰალაპენიო ყველით. მეორე არის მარტო ჰალაპენიო. ახსენი, შეჯემა, შენ რამდენია ხოხები? ეს უსახელო არის. თან რაღაცა დაკავებული, ეს არის კლასიკური. ეს კიდევ ქათმით. კარგი სინები მოვიდა. თორე ჩახაჩვილივით არის არა. საფირმო. ეს არის ყველი შედარი სოუსით და რაღაცით. ცეზარი. სალფეტები კარგია ეს. ძალიან კარგი ჟესტი არის თვითონ. და რა ვარ? ბეკონის ბურგერი, ქათმის ბურგერი ყველით. მოკლედ დღეს უნდა გავსკეთ მეგობრებო რა. და რა თქმა უნდა ფრი. ეს რა? უკვე ორიანი. შივია, მაგრამ არა. ნა მეგობრებო ჰალაპენიო. თავის ფასი კატეგორიაში მე მგონი ცუდი ამ დაიყოს რაღი და დაახლოებით ხო გახსოვს მე მგონი 10 ლარამდე თუ 11 ლარამდე ხო? ამოვანათებთ ფასს. ცოტა ცივია. მაგრამ კაია. ნუ გზაში მაგალითად გზაში გაცივდებოდა ხა მაგაში ერთი ქულა მაინც დააკლებოდა იმიტომ ადგილზე ნაჭამი და აქვს სულ სხვა არის. ნუ შიგნითაც რო ჩავიდეთ ჰალაპენიო რა თქმა უნდა ბლომად სოუსები კარგად არის. ნუ 11 ლარის კატეგორიაში მე მგონი ნორმალური ბურგერი არის რა. ეხლა გავაკეთოთ გაკვეთა. სოუსი კარგად არის შიგნით. ცოტა მწვანე პომიდორებია, რომელიც არ მომწონს, თორე ძალიან ცუდი საჭმელი არის. ხორცი ნორმალურია, სოუსი კაია. ნუ საერთო ჯამში ამ ბურგერისთვის თან ფასიც რო გავითვალისწინოთ, ჩემი აზრით 7.5 ქულა არის სრულიად საკმარისი. ნუ შენი განსხვავებული იყო ყველის გარეშე იყო რა და ჩემთან ყველიც იყო. საკმაოდ კარგად ფიგურებდა, რადგან ჰალაპენიო ბურგერი არის. სიმწარეც კარგად იგრძნობოდა. რადგან ყველით არის ესე სიცხარეც კარგი, რადგან ჰალაპენიოთი არის სიცხარეც კარგად იგრძნობოდა. ნუ ჩემი შეფასება არის 10-დან 7 რა. კარგი ბურგერი იყო ნამდვილად, სულ ვერ ვთქვი ვერაფერს რა. იგი მოდი იყოს რა იყოს. რამდენაირი ბურგერია. მოდი ქათამით გავსინჯოთ შემდეგ. ერთსიტყვით არ შემიძლია პირდაპირ არ შემიძლია ვთქვა რომ ისა თვითონ პური არის ძალიან კარგი რა. პუნთუშა. ნუ ძალიან ჰაეროვანია. სოუსი არ არის ნამდვილად დანანებული. კარგად არის. აბა ნახოთ. ხო, შეიძლება მე ცოტა ისე წარმოდგენა მქონდა მაქსის ბურგერზე ვინაიდან ის იყო რა ქვია. ვინაიდან ძალიან ბიუჯეტური იყო, მე მგონა რომ ცოტა ისეთი გემოექნებოდა რა, უფრო კატლეტისკენ, მაგრამ არა, ნორმალური ძალიან კარგი. არ ჩამოვარდება არაფრით მე თუ მკითხავ, ჩვეულებრივ ჯანკ ფუდების მაკდონალდსი, ვენდისას მიჩვენია რა. ოდი შემდეგი იყოს ბეკონ ბურგერი. აგემოვნებ საფირმო ბურგერს. უნდა აღნიშნო რომ მართლაც რა და ხელს დააჭერ ნახე ჩადის და ანუ იგზნობა რომ პური ახალი არის. მოდი გაგასინჯო. ნუ საკმაოდ. მოკლედ ცოტა რაღაცა სულის თქვა მინდოდა დღეს მაქსიზე, მაგრამ საშუალებას არ მაძლევს ნამდვილად რა. აი ნახეთ ბეკონიც კარგად შემწვარი არის. ნუ სოუს სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები, მგონია რომ ყველგან ერთ და იგივე სოუსია გამოყენებული, მაგრამ აშკარად ყველას უხდება რა, ეს რადგან ბეკონის ბურგერია, აშკარად ბეკონიც იგნოა და ცოტა შებულილი გემოსკენას მიყავს. სოუსებიც კარგად არის შიგნით, ყველ ნამდვილად უხდება ყველა სოუსს, ყველა ბურგერს. ნუ რა ვიცი რა, გაგიმარჯოთ მეგობრებო. პროსტამ ცინაბურგერთან განსხვავებით, ამას ჩემთვის ცოტა მეტი მარილი აქვს რა და ფიქრობ დავუწერო რა გემოვნებისთვის მართლა კარგია, ოდნავ მარილი ჭარბობს რა თქმა უნდა, მოდი 10-დან 7 რა. 10-დან ნამდვილად 7 იმსახურებს.
ეხლა რაც შეეხება საფირმო ბურგერს. ბურგერსო დავიჭერთ, მხოლოდ მარჯვენა მხარეს არის პროდუქცია, ყველაფერი რაც არის მოთავსებულ ბურგერში. ანუ გამოდის რომ აქ ნახევრამდე რო შევჭამ, მე მარტო პური უნდა ვჭამო. აი გავსინჯოთ. საფირმოა და ამისგან ყველაზე მეც მოვიდა. ნუ ერთი შეხედვით ყველი რა ერთი შეხედვით ძალიან წვნიანი არის, იგზნობა, არ ვიცი როგორ ხედავთ კაცი, მაგრამ აშკარად იგზნობა. ახლა ნახოთ გემო. სპეციფიური გემო აქვს ძალიან. გრილის გემო იგზნობა, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო ბურგერი, რაც ჩვენ ახლა დავაგემოვნებთ, იყო ქათმის ბურგერი. ეგეთი გემრიელი არც ერთი არ ყოფილა. ნუ შეფასებაზე რო გადავიდეთ რა, რავი როგორ რა სიტყვი შენ? საფირმო ბურგერი შევაფასო. საფირმო ბურგერს რაც შეეხება, ჩემთვის უნდა ყოფილიყო ყველაზე კარგი, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო, ყველაზე კარგი ბურგერი რაც აქვს, ეს არის ქათმის ბურგერი. ქათმის ბურგერი იყო ნამდვილად ის, რასაც წარმოვიდგენდი, რომ იყო საფირმო ბურგერი და არა რეალურად საფირმო. მოკლედ, მეც ვიტყევთ ერთ სიტყვით რა. ნუ, საფირმო ბურგერი მომეწონა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც რომელი ყველის იყო თუ ჰალაპენიო იყო თუ არ ვიცი, ჰალაპენიო მაინც ჩემი აზრით ყველა სჯობდა. ნუ, იგზნობოდა გემოები, როგორც ლუკამ აღნიშნა რა, შუაში იყო მთელი პროდუქცია მოქცეული და მაგასაც რაღაცა ცოტა ისეთი ისა რა. ჩემთვის ცოტა ცუდი არის. ქათამი არ არის. ცუდი არის. რა თქმა უნდა, მაგაში ცოტა მინუს ხედავ და რავი რა, 6-დან კი არა და უბრალოდ 10-დან 6.5 რა. მოდი, ქათამიც ვნახოთ, ქათმის ნაგეცებიც როგორია რა. და თან ცეზარიც შემოვიყვანეთ. აგაში ჩემ. აი პირდაპირ 10-დან 2. თან ცივია. ნა, ზეთის გემოა. ეს რა. ბურგერის პური მორჩათ? ბურგერის პური მორჩათ, ეს დაასუხარეს და გამოგვიგზავნეს? თუ ეს რა არის? ეს რა არის? გასინჯო. აუჩ. მოდი ვნახოთ ეს რა არის. რა შეეხება, რა თქმა უნდა. ფრი არის მკვდარი. 2. იმენა ფრი არის მართლა მკვდარი, სიცოცხლის ნატამალი არ გააჩნია ნახე. ეს გაკვირვწილად ახლა იმის ბრალიც არის რა, ტრანსპორტირების დროს. ჩაცრომდებოდა რა. კლიანტ უნდა მოიო? რავი, ეს რანაირ აღჭამა. მე ავსვრი. შეფასება შემოგთავაზებთ იგი. აიყიდოთ. საზღვრობა. ეს კონკრეტული. ეს 2 დათ. რაც იმან გვასიამოვნებდა რო თქვა. ცეზარი არ არის. თუ მაქსის ბურგერის დაგემოვნება გინდათ, ნიძანით და ბურგერებით დააგემო. ვიავგებო, შემოსაზე არა მომწამე. კარგი. ვისაუბრებ გავისწოროთ ეს წამი. რა, თქმა უნდა. კი რო გადავიდეთ და რო შევაფასოთ მთლიანი ობიექტი, როგორც ობიექტი, საკვები ობიექტი, მე პირადად აი ბურგერებს შევჭამდი, გავსინჯავდი, მივიდოდი, არ არის პრობლემა, უბრალოდ აი ეს ცეზარი და სფრიერ ბეკონით და ყველით. ნუ ავტომატურად ახლა ერთი ქულა აკლდება, როცა დელივერი არის რა, იმიტომ გინდა არ გინდა. ტრანსპორტირების დროს მაინც ცივდება, ან ორთქლში იხარშება და მაინც ისეთი გემო ვერ აქვს რა. მთლიან ობიექტს მე პირადად ყველაფერს გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ თან ეს არის გამოძახებული პროდუქცია და ადგილზე ჩვენ ამას არ მივირთმევთ. მოდი დავუწერ 7.5 ქულას და ჩემი აზრით სამართლიანი იქნება სრულიად. ფასის კატეგორიიდან გათვალისწინებით რა, მე მგონი ყველაზე დიდი საფირმო ღირა, ყველაზე ძვირი საფირმო ღირა 1617 ლარამდე იყო ფასის კატეგორიაში და ნუ 1617 ლარად მოდი სიმართლე ვთქვა, ვერსად არის მაკდონალდში და იმაში რა შედი, ვენდიში და რაღაც ეგეთ დაწესებულებაში ვერანაირ ბურგერს ვერ შეჭამ. ძალიან მომეწონა რა. ბურგერებს რო დავუწეროთ საერთო ქულა ალბათ 10-დან 7-7.5. ამას რაც შეეხება შემდეგ ცეზარი ქათმის რაღაცა იდეაში ფრთებია თუ ნაგეტსი თუ რაცა და ყველის соусით, ამას რა ვიცი. ეს მოდი უბრალოდ კომენტარს არ გავაკეთებ რა, ეს იყო საზიზღრობა რა ვიცი. დანარჩენი ყველაფერი. დანარჩენი კარგია. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დაალაიქეთ. გამოიწერეთ, დაგვიწერეთ კომენტარები, რა შეიძლება გავითვალისწინოთ და რა სიხილავდით შემდეგს, ან ვინ შეიძლება საერთოდ მოვიწვიოთ მომავალში რა. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა. დაგვასაპორტეთ და შემოგთავაზებთ კიდევ და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს.
რა თქმა უნდა, გათამაშებებიც გვექნება პერიოდულად, დანარჩენს შემდეგ ვიდეოში იხილავთ რა. მოდი შეჩემა ჭამი ახლა დავქჩე რაც ხერი, მოდი.